სუპი. 102 წლისა ვარ, მაგრამ მაგდენი წყლოვანობა კი არ მეტყობა. ბართლომე მქვია, ბაბუ, დიდიძე ბართლომე. მოკლედ, ბართი ბაბუსაც მეძახიან. მე მსოფლიო მევიარე, ბაბუ, ჩინეთი, ევროპა, ამერიკა, რაღა არ გეიგონა ამ ყურებმა, მაგრამ ემისთანა არაფერი საქართველოში რომ გაიგონა. 2 კვირაა აქ ვარ და სანამ ევროპაში დავბრუნდები, ვიფიქრე, რაიმე ისეთი ნაყვარამცხვილი გავსინჯო, ადრე რომ არ გამისინჯავს და ეგუშინ სწორედ ერთმა მეზობელმა მითხრა, რაც ხაწვნიანი მევიგონეთ იმისთანა ქართველებმაო, ქოცური ჰქვიაო და ნამეტნავად ბიუჯეტურიაო. ბართი დღევანდელი ქართული ფასების გადამკიდე ასეთ დაბალ ფასად დამშეული კაცი ვერაფრით დანაყრდებიო. და ჯადვირი ეკიღამ, ამეშალა საღერღელი და გადავწყვიტე ქოცური სუპი გამესინჯა. აი ის ყბადაღებული რომ ყოფილა მთელი ქვეყანა მასზე რომ საუბრობს, მაგრამ ვერაფრით მოვახერხე. რესტორნებს მენიუში არ ქონდათ, როცა ვკითხულობდი, მიმტანები ისეთი სახით მიყურებდნენ, გეგონება მე-19 საუკუნის მივიწყებულ რეცეპტს ვითხოვდი. ბოლოს საღამოხანს როგორც იქნა, მივაკენი ერთ რესტორანს, მენიუ რომ გადავშალე, თვალებში აკაცუკური სუპი მეტაკა. მიმტანი ისეთი მისტიკური სახით მოვიდა ჩემთან, თითქოს საიდუმლო ორდენის წევრი ყოფილიყოს. უკაცრავად ვეკითხები ჩურჩურით, აი ეს აკაცუკური რაღაცა. ესე მე კი ქოცური მინდოდა, მაგრამ ყველგან დეფიციტშია მეთქი. მიმტანმა აქეთ-იქით გაიხედა მერე, თავი ჩემკენ დახა და კონსპირაციულად მეუბნება, არ გაიგო ცუდად, ბაბუ, ქოცური არა, მაგრამ აკაცუკური გვაქვს. დიდი სხვაობა მაინც არა, ერთი ინგრედიენტია ჩამატებული და ისაა ხალხი შეცდომაში რომ შეყავს. რა არის ამისთანა გულმა არ მომიწვინა, ექსოტიკური სანელებელია, თუ რაიმე განსაკუთრებული ტოპინგი აქვს ზემოდან სუპს მოსხმული. არა ბატონო ჩემო, ამოიოხრა მიმტანა, ქოცური ბაზა, ცოტა დაპირება, ბევრი წყალი, 1-2 დაფნის ფოთოლი არომატისათვის და აი აკაცუკურში კი წითელ წიწაკას ვამატებთ. ისე დაგიწვავს მაგენას, რომ საერთოდ გავიწყდება სუპსჯამ თუ საკუთარ ნერვებს. ოღონდ საქმეც ისაა, რომ ორივე სუპს ერთი და იმავე მზარეული ხარშავს. უბრალოდ აკაცუკურზე მუშაობისას წითელ პლაშს გადაიცნოს ხოლმე, რომ კლიენტმა ვერ იცნოს. მეტიც ჩვენი მზარეული ძველი სკოლის კაცია. SSR-ს დროინდელი პრაქტიკა აქვს გავლილი, მაშინაც ერთ ქვაფში იხარშებოდა ყველაფერი, უბრალოდ თეფშებს უცვლიდნენ ცოტათი ფერს. ახალც მასეა, სამზარეულოში ერთი დიდი მუდმივი ქვაბი დგას და იმ ქვაბს ქართლის ბედი ჰქვია. ასეც აწერია ზემოდან. ხან ევროპულ ბულიონს დავასხავთ, ხან რუსულ ზაჟარკას, მაგრამ ძირში მაინც ძველი ის გაუხეხავი ქვაბის გემო აქვს და როგორც ამერიკელები იტყვიან ხოლმე, the order doesn't change the sum. გაერთოს მენიუში ეს ასე ითარგმნება, გინდა დასავლური ფენსი სუპი შეუკვეთე და გინდაც აღმოსავლური, მაინც ბოლო ერთია. გადახდისას ყველას ერთნაირად შეგვესხება ცივი წყალი. ბოლოს მომტანა თვალი ჩამეყრა და ანგარიში მომიტანა. თავარია ჭამის დროს დაიჯერო ბაბუ, რომ არჩევანი გააკეთე, თორემ ისე საერთო მხოდ ხომ ვერ გადაყლაპავდითო. მასე იყო მაგ სუპის ამბავი ბაბუ და რა ვიცი რა გითხრა. ჩავალ ოჯახში და ჩემი ლიტა იმედია, ისევ იმერულ ჩაშუშულს არ მომაკლეს ბროწეულით.